On va où? À Lyon. Tu pouvais pas dire à Lyon? Prends la deuxième sortie. Tu rentres? Prends-moi ton sac. Ah là là, notre champ, notre joli champ. Notre joli champ. On a une toute petite baignoire, c'est parfait, c'est parfait, c'est parfait, c'est parfait. Oh, on a une petite vue. Petite vue, petite vue. Waouh, sur les buildings et tout. Siz de ici en fait de l'extérieur. დილამში და ვისა, მოგესალმებით. ახლა არის მეორე დღე. გავიღვიძეთ 9 საათზე. 2 წელია 9 საათამდე არ მძინებია. ბავშვები სულ აღვიძებდნენ ხოლმე და თავი მტკივა საშინლად. ანუ მე ბევრი ძილი არ მიხდება. ვერ წარმოგიდგენთ როგორი დასვენებულად ვგრძნობ თავს და არ მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებს მივხედო. აი თითქოს და მარტო მე და დავიდი და აი შემიძლია რომ მარტო ჩემ თავს მივხედო და არავიზე არ ვიფიქრო. ძალიან სასიამოვნოა. ხო და გვიშინ საღამოს პატარა პრობლემები შეგვექმნა პარკინგის შესახებ, იმიტომ რომ გვეგონა რომ ადგილი იქნებოდა და არ იყო ადგილი, იმიტომ რომ ანუ ოტელის ანუ სასტუმროს პარკინგს ვერ დაჯაშვნავ, არ შეიძლება, თუ მოხვედი ადგილი იყო, კარგია, თუ არ არის ადგილი, უნდა სხვაგან იპოვო. და ამათი ანუ ამ სასტუმროს პარკინგი ღირს 35 евро დღე. ხო და არა გვაქვს ადგილი, ამიტომ წავიყვანეთ სხვაგან გავაჩერთ, აქვე გვერდით. გადავიხადით რამოდენიმე საათი დღეს დილამდე და ახლა უნდა რამენერთ ადგილი შევუცვალოთ, ან ისევ გადავიხადოთ, სადაც აყენია, იმიტომ რომ თუ მას ეღირს 30-40 евро, იქ დავტოვებთ, ანუ აღარ შევაწუხებთ ამათ პარკინგს და ჩვენც აღარ გადავაადგილებთ მანქანას, მაინც ხვალ მივდივართ და ამიტომ აქ ქუჩაში გავაჩერებთ მანქანას, მე მგონი. ახლა წავალთ ვისადილებთ და შემდეგ მივდივართ უზარმაზარი ცენტრია, ანუ სავაჭრო ცენტრი, აქედან 15 წუთია მგონი ფეხით სავალი, იქ წავალთ და გრძელდება ჩვენი თავგადასავალი შემხვდა, ინტერნეტში ვეძებდი და ვიპოვე, აქ არის ფურნა გლუტენის გარეშე. არასდროს არ გამისინჯია გლუტენის გარეშე კრუასანი, ანუ ნაღდად ფენოვანი და მეთქი არ არსებობს, არის, არსებობს და თურმე არის, თურმე აქ არის ეგეთი ფურნა, ყველაფერი არის გლუტენის გარეშე, ანუ ყველაფერი. გავაფრინე, ხო და უცილებლად მინდა რომ იქ წავიდე, ამიტომ მაგასაც გაჩვენებთ. ამიტომ ასე ამ ვიდეოში ჩვენთან ერთად იმოგზაურებთ. ახლა ჩავალთ ვისადილებთ და იქაც რა თქმა უნდა გაჩვენთ რა ხდება. Je peux me permettre de filmer de devant. Gluten-ის გარეშე. რად გლუტენის გარეშე ვხედავ, ყველაფერს ვიღებ. ესე ჩვენი ულამაზესი უგიმრიელესი უზარმაზარი სადილი. всё, გადავიხადეთ. ეგ ერთი დღე 32 евро, როგორც სასტუმროში, ამიტომ დავტოვებთ აქ მანქანას და ძალიან კარგია. ეხლა წავედით ნელ-ნელა
ვიმაგზაუროთ ქალაქში ძალიან ჩემთვის უჩვეულოა მე მგონი ვითქმება მასე ესეთი მაღალი შენობები იმიტომ ჩვენთან არ არის ეგეთი მაღალი შენობები ჩვენს პატარა ქალაქში ჩვენს პატარა ბლუაში ესეც მე ძალიან მიხარია ვერ წარმოგიდგენთ როგორ ძალიან ლამაზი ქუჩებია წარმომიდგენია რა იქნება აქ ზაფხულში იქნება ესეთი მწვანე ყველაფერი მაგრამ რაღაცას დავაკვირდი ხო და რას ვამბობდი თუ გესმით ჩემი მანქანის ხმებია ძალიან დიდი ესეც ლამაზი ქალაქი დიდი ქალაქი და ძალიან ბევრს ზინავს გარეთ ანუ ძალიან ბევრია სახლის გარეშე ვერ დავარქმე მაგ ხალხს მათხოვრებს იმიტომ რომ არ მოდიან ფულს არ გთხოვე იმენა გარეთ ზინავთ და ჩვენ პატარა კომფორტში ვცხოვრობთ ჩვენს პატარა ქალაქში და ხანდახან გვავიწყდება რომ ძალიან ბევრია ესეთი რომელსაც გარეთ ზინავს ზოგმა აირჩია ეგ ცხოვრება საფრანგეთში ანუ ევროპაში ძალიან ბევრი მაგ ცხოვრებას ირჩევს ანუ არ უნდა რომ ამ კომფორტში ცხოვროს და უხადოს მთავრობას გადასახდები და გადასახდელები და მთელი ამბავი და მაგათ ურჩევნიათ ესე ცხოვრება ძალიან ბევრი უკვე გამოვედით სამი ადამიანს დაბლა ეძინა შეფუთულები ну bref მოვედით სავაჭრო ცენტრში faut que je m'achète un petit trépied je te jure Si t'as le trépied qui bouge pas trop tu მოვედი და აი ამ ბუტიკს პირველად ვხედავ არც არ მინახია მუჟი ეს უნიკლო ხო უნიკლო ნანახია მაქვს და კაი მაღაზიაა და მუჟი არ მაქვს ნანახი Ouais, il y a Dyson, ნახე Dyson-ი, Victoria's Secret. Ça c'est bien aussi. Ça je pense pas donné Ah bah je connais pas, tu vois. Ça c'est bien. Ça c'est un très bon magasin. დავიდმე ჩემზე კარგად ის მაღაზიები, მე ეს მაგარი მაღაზიაა. მე კიდე არ ზვიზოდი. Victoria's Secret არის სასწაული გოგოებო, აი ულამაზის რაღაცეები აქვს და აი უბრალოდ როგორ ლამაზია ნახეთ. Wow. Dyson-ი, Espresso. Ну, ძალიან ბევრი მაღაზიებია გან. რა თქმა უნდა, შემოვედი ამ პროფესიონალურ მაღაზიაში, სადაც იყიდება ანუ შამპუნი, ბალზამი თმის. მე რო თმას ვიღებავ, ძალიან მიშრება თმა და ხვდები რომ პროფესიონალური ყველაფერი მიჭირდება, იმიტომ რომ არ მაქვს ის ლამაზი თმა, როცა ჩვეულებრივი შამპუნი თვიბან. ამიტომ ეს ავიღე, გოგო მითხრა რომ კარგია, ეს ვიცი რომ კარგია ეს წითელი, მაგრამ ეს არასდროს არ დამიტესტია შვარცკოპი. ნახეთ, სად ვიყიდე კაბა სანდროში და გალერი ლაფაიეტ. ვერ წარმოგიდგენთ როგორი ძალიან მაგარი ფირმაა სანდრო, არის რაღაც სასწაული. თან ქართულის ის არის სახელი სანდრო. უზომოდ მიხარია კაბები მოვიზომე და არ გაჩვენეთ, მინდა რომ სურპრიზი იყოს. როცა ჩავიცმე მაშინ ნახავთ. ახლა წავედით ერთი რამე დავლიოთ, იმიტომ რომ დიდი ემოციებით ძალიან მოგწყურდა. ჩინ. უგემრიელესია. ვივარ. ვიყურები აქეთ-იქით რომელ მაღაზიაში შევიდე. არ ვიცი თუ გახსოვთ, აი ამ Amazon-ის ფირმა ერთხელ გამოვიწერე ძალიან ბევრი რაღაცა და ერთად გავხსენით ვიდეოში და აქ არის ანუ ამისი ბუტიკი რა ვიცი მე მგონი ძალიან იშვიათია თუ ამათი მაღაზია სადმე არის გახსნილი სულ ინტერნეტიდან უნდა გამოიწერო და ახლა რომ შემოხვდა რა თქმა უნდა წავედი რაღაცეები ავიღე სერომი თმის სერომი ზეთი სახის სერომი და სახის სკრაბია დიდი მაღაზია საშინელი რიგებია
გამოვედით ახლა მაღაზიებიდან, მოვედით ყველაფერი დავტოვეთ მანქანაში. ქოგა ავიღე, იმიტომ რომ ძალიან მოიღრუბლა. დავტოვეთ ჩვენი ნივთები მანქანაში და მივდივართ ახლა მოვინახულოთ ქალაქი. როგორია ეს ლიონის ქალაქი. უზომოდ მიხარია, სულ მინდოდა აქ ლიონში მოსვლა. ერთი შტატი ვერ ვიყიდე, რომ ხელით დავიჭირო შტატი, მაგრამ არა უშვებს. ასე. რაღაცნაირად აღარ მცხვენია კამერაში ლაპარაკი ხალხის წინაშე. ადრე ხოლმე მცხვენოდა. ახლა თითქოს პირიქით მიყურებენ გაკურებულები ხანდახან, მაგრამ მე მგონი უკვე ბლოგერობა და YouTube და ეს გადაღებები აღარავის აღარ უკვირს მე მგონი. ამიტომ მეც უკვე აღარ მცხვენია, პირიქით მიხარია რომ გიღებთ ხოლმე რაღაცებს. მივდივართ ახლა ქალაქში. ნახოთ იქაურობა და სადმე დავждებით მივირთმევთ გემრიელად. თუ მოვასწრებ საღამოს, გაჩვენებთ რა ვიყიდე. რაღაცები ვიყიდე. რაც მჭირდებოდა, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ხანია. მეტროთი არ გვიმგზავრია. ძალიან დიდი ხანია. T'as pris un? Oula. Ça fait longtemps qu'on n'avait pas pris le métros mere avtobusi აღმოჩნდით. აი ესე. ვუახლოვდებით გლუტენის გარეშე ფურნას. დავურეკე და მითხრეს, რომ ძალიან გვიან მოდიხართო, დილიდან უნდა მოხვიდეთო, რომ რაღაცები იყოსო. Voilà. Alors, ეხლა რომელია? Est-ce que c'est celui-là? Non, c'est pas celui-là. Voilà, c'est celui-là. და ნახეთ წერია. Voilà, გლუტენის გარეშე ყველაფერი. Pardon. ყველაფერია გლუტენის გარეშე. აჯერ შევეკითხე გოგონას, მეთქი დარწმუნებული ხართ? წამოვჯექით ახლა და ძალიან მიგვირს რომ ყველაფერი გლუტენის გარეშეა აქ. ყველაფერი. ძალიან მაგარია, ყველაფერი, ყველანაირი კექსი, ყველანაირი პური, ყველანაირი ვაუ. მაგარია. ხვალე მოვალ და აუცილებლად ცხელ ფუნთუშებს ვიყიდი. მე მგონი ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ გლუტენის გარეშე ახალ ყველაფერი. ამათ უყურეთ. ამ სილამაზეებს უყურეთ. უგემრიელეს იყო ყველაფერი. ახლა ეს c'est très bon. C'est hyper gourmand. Могу приятно. Класс. Moi j'aime bien ça aussi. Მოვედით სასტუმროში, მოვედით всё. და ჩვენ სასტუმროს აქვს აუზი. ამიტომ გამოვიცვალეთ და მივდივართ Je change là. იქით არის სალა, აქ ჩვენ და აქ იქით არის ჯაკუზი. Bonjour monsieur. კარგი იყო აუზი, მაგრამ ცივი იყო. გავიყინე. მალევე წამოვედით. ხა დავჭდებით სადმე რამეს მივირთმევთ წნარად. და შემდეგ გავემზადებით ჩვენი საღამოსთვის.
Mais après, on les paye. Ouais, mais on va prendre déjeuner, là, on va... Un breakfast. Mais demain matin, c'est quoi? ძალიან ლამაზი საყვარელი ადგილია, რომ წყნარად დააჯდე და მიირთვა. წამოვწექი დიმაზე. დაღლილი ვარ. დღეს ხომ მთელი დღე დავჯუდით, მერე აუზი დაღლილი ვარ. ველოდებით ჩვენს, ველოდებით ჩვენს დასალევს. აი კლასიკაურობა იქ ბებერმა ფრანგებმა. ოლალა, ოლალა. C'est quoi? C'est une petite déjeuner. Très bon. You say slow down. I don't like to move too fast. It drowns the truth with things that are not real, and I really want us to be real with love, love that lasts. In the past I messed up, gave too much. ძალიან კარგი ამინდია დღეს. დღეს არის კვირა, ჩვენი ბოლო დღე. ბრუნდებით სახლში. ძალიან კარგი 3 დღე გავატარეთ. უზომოდ კარგი. იმედია გესმით ჩემი ხმა? ცოტა გავიწევი რომ მანქანების ხმა ისმის. ვისადილეთ, ჩავალაგეთ ჩანთები და წამოვედით. მივდივართ სახლში. ნახოთ თუ სადმე გავივლით. სანამდე წავალთ სახლში აუცილებლად გადაგიღებთ, მაგრამ ძალიან ვედით როგორც ნახეთ. ვიცეკვეთ ძალიან კარგი დრო გავატარეთ საღამოს. დიდი ქალაქია და აი ძალიან მიყვირს რომ ესე გვიანობამდე ხალხი გარეთ არის და არა მარტო ახალგაზრდები, ანუ ყველა მანქანები დადიან, ხალხი დადის. არანაირი შიში არა გაქვს რომ ღამე იარო გარეთ, იმიტომ რომ ყველა გარეთ არის, ყველა რაღაცა რაღაცნაირად საქართველოს მახსენებს ეს ქალაქი, იმიტომ რომ ახლა რომ საქართველოში ღამის 3 საათით კი ვიღაცები გარეთ არიან, შეირნობენ, ლაპარაკობენ, ზოგს არ სცინავს და ასე. ამიტომ ძალიან მომეწონა ეს ქალაქი. დღეს არის ძალიან კარგი ამინდი და ძალიან გული გწყდება რომ დღეს მივდივართ. და რა თქმა უნდა დავბრუნდი ამ ბულანჟერიაში, სადაც ყველაფერი გლუტენის გარეშეა. ძალიან ლამაზი და საყვარელია. დავბრუნდი რომ გზისთვის რაღაცები ვიყიდო და გზაში წყნარად მივირთოთ. სადა? Grec libanais, arménien. Ouais, peut-être les catholiques. Traiteur. C'est ouvert? Je pense. ეს მაღაზია ზედ წერია რომ სომხური, ბერძნული, ლიბანური რაღაცებია და მოდი შევიდეთო. და ღია, მე მგონი არა დაკეტილია. Non, c'est fermé. Oh, ძალიან კაი ამინდია. Nie? In the past I messed up, gave too much. What is it with time? Why can't we unwind? And all the hurt we deal with. ახლა გამოვედით სასერნო და არქიტექტურა არის ძალიან ლამაზი. სახლებია რაღაცნაირი, აი სულ რაღაცა ლამაზი აქვს. თითქოს ამოქარგული. ყველგან არის ლომის ძეგლები, ძალიან ბევრ ადგილას. იმიტომ რომ ლიონ არის ლომი ფრანგულად და ქალაქსაც ლიონ ქვია.